მეოთხე თვე რაც ბორჯომში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია დაზიანებული ფრესკების სრული რესტავრაცია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი მაისის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება ფრესკების რესტავრაციას, ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ხატობა უკვე დაზიანებული იყო და ითხოვდა რესტავრაციას, რადგან ცვიოდა ფრესკები. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად ფრესკები ჩამოგვიღო. ფრესკების ჩამოღების შემდეგ ჩვენ უკვე შევაწყდით დიდ პრობლემას, რამე თუ ნალესის თვითონ გალესილიც დაზიანებული იყო და მთლიანად ჩამოვიღეთ ჩვენ ეს ნალესი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაჯით მუშაობა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მიდის მარმარილოს ფილების გაკვრა გარშემო. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე დასრულდება ეს სამუშაოები. სპონსორი არავინ არ არის. ეს არის რამოდენიმე არის ბატონი ზურაბ ჩადუნელი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ძირითადად თანხა დააფინანსა ამის და შემდგომ კერძო ადამიანები ცოტა-ცოტა რაც შეგვიძლიათ შემოწირულობები